მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მე არ მქონია არანაირი ინფორმაცია, შეიძლება ოფერი იყო ეს ადამიანები, თუმცა მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობამ ზუსტად იცოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და ძალიან საეჭვო და ძალიან უცნაურად დაემთხვა ეს ყველაფერი ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც გამოძიება იძლეოდა მათი ვინაობას. შესაბამისად ძალიან ისე ემთხვევა, რომ ყველაფერი ნათელია ეს ამით, რომ მათ ამდენ მთელი ეს დრო იცოდნენ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და უბრალოდ ეხლა სხვა გზა აღარ ჰქონდათ მათი დაკავებისთვის და მხოლოდ ამიტომ მოხდა ეს. კი ბატონო, თქვენ ფიქრობთ, რომ ჟურნალისტური გამოძიება გახდა უბრალოდ ეს თქვა დამაჩქარებელი ამ პროცესის, მათ ჰქონდათ ეს გამოძიებული თაროზე ედოთ და რაღაც გარემოებამ ეს თქვა გადააწყვეტინა დღეს ამის გასაჯაროება და უკვე გახსნილად გამოცხადება დაკავებები. კი ბატონო, ეგრე იყო ზუსტად და თან ასევე მხოლოდ დაკავებული ბრალდებაში ეს მიცემენ მხოლოდ 5 ადამიანი, აქენ 2 არის დაკავებული, როგორც გავიგეთ. თუმცა ეს არ ყოფილა ერთეული სპეცსაზღვრების ძალადობა, ეს იყო მასშტაბური სისტემური ძალადობა და არ არიან სხვა დამნაშავეები გამოვლენილები, ეს იყო რაც ზღვაში წოეთილი, რაც პატარა ლუკმის გადაგდება ხალხისთვის, რომ ცოტა დაემშვიდებინა გაპრეზებული ხალხი. ამიტომ ეს არ არის ის რისი მოლოდინიც უნდა კონდეს. კი ბატონო, კადრებში ჩანს სწორედ 2 პირი, რომელიც მოდის უკვე წაქცეულზე თქვენ თავში გირტყამთ ფეხს. ანუ ამ 2 პირზეა როგორც ჩანს საუბარი, ანუ უკვე გათიშულზე, როდესაც ერთიც და მეორეც ახლა პარალელურად გადიოდა ეს კადრი, თუმცა იქამდე ისინი და ალბათ სხვაებიც მონაწილეობდნენ, ვიდრე თქვენ დავარდებოდით და გონებას დაკარგავდით, ხომ? იმიტომ რომ კადრის ძირითადი კადრი პარალელურად გაუშვათ კიდევ ერთხელ ეს კადრები და ზვიადი გვეტყვის მეც. კი ბატონო, თავიდან სადაც ჯერ არ დაუწყია იმ ადამიანის გადაღება, ვინც ეს კადრები გადაიღო, მანამდე ჯერ იყო ერთი სპეცსაზღვრები, რომელიც გადმოხდა ჩემი მმართველია დამარტყა და ძირს დამაგდო და შემდეგ უკვე გარშემო ყველაფერიდან რამდენიმე პოლიციელი მირყავდა, იქ არ იყო მხოლოდ 5 ადამიანი, იქ მე რაც დავინახე ჩამოდენენ ზედა ქუჩიდან, იქ იყო მინიმუმ 50-მდე ადამიანი. კადრებში ჩანს, როდესაც ამთავრებენ ჩემს ცემას, ეძებენ უკვე სხვა მხარეს აი გაიქცნენ, რომ სხვა ვინ დაიჭრნენ, სხვა ვინ ცემონ და გარბიან სხვა მიმართულებით. ეს არ ყოფილა. რამდენი მონაწილეობდა დაახლოებით თქვენს ცემაში? დაახლოებით წარმოდგა 50-ვე ვერ იქნება, ანუ რამდენ ადამიანზე ფიქრობთ, მაინც თქვენ ეპიზოდში ფიგურირებდა? კონკრეტულად ჩემ ეპიზოდში დაახლოებით 8 ადამიანის ავადაუდოთ. ზუსტად სხვაიც ვერ გეტყვით, მაგრამ როდესაც თავიდან მოვიდნენ და ყველაფერს მიყავდნენ, ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ქმედებაში. თუმცა მაინც ზუსტად ვერ გეტყვით, რახან ძირს ვიყავი დაგდებული, თავზე მქონდა ხელები აფარებული. კი ბატონო. ყველაფერიდან გრძნავდი დარწმუნებას. კი ბატონო, რა არის კიდევ ერთხელ კითხავ თქვენი მთავარი სათქმელი დღეს პროკურატურისთვის, ხელისუფლებისთვის, საგამოძიებო ორგანოებისთვის? ბოდიში ვერ გავიგე შეკითხვა გაწყოთ. თქვენი მთავარი სათქმელი დღეს რა არის პროკურატურისთვის, ხელისუფლებისთვის, ანუ აი ამ დღევანდელი ბრიფინგის პასუხი თქვენი მხრიდან რა არის? ეს არ არის საკმარისი თქვენს ნაწილში თუნდაც თქვენ ამბობთ ამას, ხომ? მინდა რომ კიდევ ერთხელ თქვა თქვენი სათქმელი. კი ბატონო, პასუხი ის არის, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს რა პირობებში მოხდა მათი დადგენა, რამდენი ხანი ატოვერი ძიებდნენ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ მოხდა რომ ეხლა ზუსტად დაემთხვა ამ დროს, როდესაც დაადგინეს ვინ იყვნენ ეს ადამიანები. შესაბამისად, მოთხოვნა არის ის, რომ რატომ არ იყვნენ აქამდე გამოვლენილები, არ ვართ ჩვენ დარწმუნებულები ასევე იმაშიც კი, რომ ეს ადამიანები მართლა არიან თუ არა ის ადამიანები, ვინც ამ ქმედებს შადიოდნენ, თუ არიან უბრალოდ ადამიანები, რომელთა დაჭერაც უკვე უმარტივდებოდა, თვითონ სხვა ადამიანების, ამიტომ ვერასდროს ვერ ვიქნებით დარწმუნებულები ამ ყველაფერში, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ესე მოულოდნელად გამოჩნდა
ამ ფაქტების დადასტურება და ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ 5 ადამიანი არის ბრალდებაში მიცემული, როდესაც იყო სისტემური ძალადობა, როდესაც მთელი ეს პერიოდი ამბობდნენ, რომ არ მოხდა არანაირი ძალადობა, შემდეგ კობახიძე ამბობდა, რომ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო ძალადობის. მათ არ უნდა აღიარონ ის ქმედებები, რაც მოხდა, რომელიც არ დაფიქსირებულა უშუალოდ კამერისგან, ამიტომ ცდილობენ რომ გადაიტანონ თემა იქითკენ, რომ არ არიან და ამ თემაში ბევრი დაზარალებული. თუმცა ეს არის ფაქტი, რომ არის უამრავი დაზარალებული ამ დღეების განმავლობაში. კი ბატონო, ზვიად, დიდი მადლობა. მადლობა ზვიად მაისაშვილს